მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მოგეხსენებათ დღეს სეზონის ბოლო გადაცემა. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ყოველ ხუთშაბათს ჩვენ საინტერესო თემებით, საინტერესო სტუმრებთან ერთად ვსაუბრობდით პიროვნული და კარიერული განვითარების მიმართულებით და სიმართლე გითხრათ, გადავწყვეტეთ, რომ დღეს რუბრიკა დაგვესრულებინა ბედნიერებაზე საუბრით. ანუ იმაზე თუ როგორ უნდა ვასწავლოთ საკუთარ გონებას ბედნიერება, თუმცა გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ თემა ასე სპონტანურად შეგვეცვალა, რადგან არა რელევანტური იქნება და ბედნიერებაზე საუბარი. მე პირველ რიგში გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახს, რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ და ვიზიარებ მათ ძალიან დიდ ტკივილს და შევეცადეთ, რომ ჩვენი თემაც შეგვეცვალა და გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩვენს გონებას როგორ უნდა ვასწავლოთ სიმშვიდე, მაშინაც კი, როდესაც ეს ცოტა არ იყოს და რთულია. ამიტომ უფრო ვრცლად და დეტალურად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. წარმოგიდგენთ ნათია გოცაძეს, რომელიც კომუნიკაციის ექსპერტი გახლავთ და ალტერბრიჯის რექტორი. ნათია, მოგესალმებით, მადლობას გიხდით, რომ პირდაპირ ეთერში ხართ ჩვენთან ერთად. ბედნიერებაზე სასაუბროდ მოგიწვიეთ, თუმცა საინტერესო თემაზე ვაპირებთ საუბარს. მოდით დავიწყოთ, ერთგვარი ტანდემი იქნება ბედნიერების და სიმშვიდის შენარჩუნების ჩვენ დღევანდელი საუბარი. მაშინ, როდესაც ყველას გვინდა, რომ სიმშვიდე გქონდეს გონებაში, სულში და ვიყოთ ბედნიერები და გარშემო ხდება ისეთი მოვლენები, რომელიც უბრალოდ არ გვაძლევს ამის საშუალებას. რას ვაკეთებთ ამ დროს და როგორ ვაპროგრამებთ გონებას, რომ ვიყოთ მშვიდად? მოგესალმები, ლანა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა. დღეს ცოტა რთული იყო და არის ბედნიერებაზე საუბარი და მთელი გულით ვუსამძიმრებ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა დაიღუპა გუშინ, ვიცით ყველამ ეს ფაქტი და ხო ძალიან აქტუალურად წამოვიდა ის თემა, ის საკითხი, რომელიც ახლა შენ დააყენე, იმიტომ რომ ძალიან რთულია იყო მშვიდად და გამოხატო ბედნიერება, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ერთი მხრივ ნახეთ სიმშვიდე და ბედნიერება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა სიმშვიდე შეიძლება იყოს ბედნიერების საფუძველი და ბედნიერება პირიქით აბსოლუტურად ასცენილი იყოს სიმშვიდეს, იმიტომ რომ ესე ფორმულა რო ავიღოთ რა ქმნის ბედნიერებას, მაინც აი ამ რაღაცა ამ საკითხსაც ესე შევეხოთ, რომ ნახეთ ბედნიერების ჰორმონები ნეირობიოლოგიაში ხო როგორ არის ხო ეს ოქსიტოცინი, სეროტონინი, დოფამინი, ენდორფინი არც ერთი სიმშვიდის მომტანი არ არის საბოლოო ჯამში რო ავიღოთ, ხო? ანუ რას ვეძახით ჩვენ ბედნიერებას, ეიფორიულ მდგომარეობას, მოდით ასე გამოვუტყდეთ ჩვენ თავს ამაში. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ნახეთ როგორ არის სიმშვიდე შევნატრიც უყველა, თუმცა ყველანი ვეძებთ ბედნიერებას. რაღაცა ცოტა ისეთი ხდება ჩვენ თავს, ხო? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რა არის სიმშვიდე არის. სიმშვიდეს არ მოაქვს ბედნიერება? იცი როგორ არის შეიძლება საფუძველი იყოს, მაგრამ რასაც აი ძალიან საინტერესო ამბავია და ამაზე სხვათა შორის წეგან ვფიქრობდი და დავფიქრდი, რომ ნუ ხო აი როგორ გვინდა ეს სიმშვიდე, ხო? ნუ აი რაღაცა ღმერთო თუ კი რაიმეს ნატურალ ღმერთო სიმშვიდე მომეცი, იმიტომ რომ ნუ აღარ შემიძლია ეს, მაგრამ მეორე მხრივ რომ დავუკვირდეთ, თვითონ აი ბედნიერების განზომილება, ხო რა არის ესე ვთქვათ, განმარტება, რომ ეს არის სიხარულის და ძლიერი კმაყოფილების განცდა, რომელიც სიმშვიდესთან ფაქტობრივად არაფერ კავშირში არ არის იმ ჰორმონების წარმოქმნის გამო, რომელსაც რეალურად იწვევს, ესე ვთქვათ, ეს ბედნიერების მდგომარეობა, ხო? ესე იგი, რას ვეძახით ჩვენ ბედნიერებას და რა არის ინამდვილეში ბედნიერება? მე პირადად ვიტყოდი, რომ ბედნიერება სწორედ იმის განცდაა, რომ ხარ მშვიდად და არ არის აუცილებელი იყო ეიფორიაში სულ, სიხარულებში სულ, რაღაცაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად სტრესული მდგომარეობაა მისი განსაზღვრებით. ესე მარტივად რო ახსნათ, ხო, ჩვენ ხო ხსნით და ვარქმევთ სახელს, რა არის შეყვარებულობა და რა არის სიყვარული, ხო? აი შეყვარებულობა, რომელსაც ხშირად ვურებთ სიყვარულში, ხო, ეს ეიფორიის განცდაა, რომელსაც იგივე ჰორმონების მოჭარბება ქვია. ზუსტად იგივე არის ბედნიერებას რას ვეძახით. ანუ თუ ბედნიერება ის არის, რომ რაღაცისკენ ვისწრაფ, მივაღწიე რაღაც წერტილს და ამ წერტილმა აღმაფრთოვანა აღტკინების სიხარულის და რაღაცა ეს საოცარი განცდა მაქვს, მაშინ ის ძალიან მალე გაივლის და ამიტომაც უბედნიერების დევნაში რო ვართ ადამიანები, მთელი ჩვენი ცხოვრება, რომ აი იმიტომ რომ ეხლა ნუ როგორ შეიძლება მომეწონა და ვაგემოვნე პირობითად იმ მომენტში ვარ ბედნიერი და წამოვიდა მთელი ჩემი ეს ჰორმონალური რაღაცა აფეთქება, მაგრამ როგორც კი დავასრულე ის პროცესი დასრულდა ეს, ანუ დავკარგე ბედნიერება, აქ ვართ და აი
თავისი განმარტებით, თავისი აღქმით, თავისი ამ ყველაფრით ზუსტად ამიტომ არის რაღაცა ეს მუდმივი ძიების პროცესი და თან ყველას ცუდი ისე რომ მუდმივად გარეთ ვეძებ ჩვენ ამ პროცესს. აი სიმშვიდე ეს სხვა მდგომარეობა. სიმშვიდე ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შეუძლია გააზრებულად დინჯად და ყოველგვარი დამატებითი ესე ვთქვათ ჰორმონების აფეთქების გარეშე იყოს კმაყოფილი მისი ცხოვრებით, მისი მოცემულობით, იმ ადამიანებით და იმ მდგომარეობით, რომელშიც არის. უბრალოდ ახლა ჩვენ რითიც დავიწყეთ დღევანდელი საუბარი, როცა შენს ირგვლივ ასეთი რაღაცები ხდება, როცა შენ ხედავ, რომ სიმშვიდის საფუძველი არ გაქვს. შენ უკვე ჯერდები იმ ერთჯერადი თითქოს ბედნიერების რაღაცა ძებნას და იკვებები ამით. რატომ არის რომ ასეთი აქტუალური გახდა დღეს დამოკიდებულების საკითხი, ხო? დამოკიდებულება სასმელზე, თამაშზე, რაღაცა აზარტზე, ნარკოტიკზე, იმიტომ რომ ის ერთჯერადი განცდა ბედნიერების მე მყოფნის გარკვეული პერიოდი, როცა ვკარგავ ვეძებ ისე ტკივილ გამაყუჩებელს, იმიტომ რომ სამყარო ძალიან სასტიკი გახდა ჩვენს ირგვლივ. და ძალიან ტურბულენტური გახდა. აი მე რატომ თქვი რომ სიმშვიდე საფუძველია ბედნიერების თქო. თუ კი სიმშვიდე მაქვს, მე უკვე გონებაც მომყვება, რომ გავაანალიზო ხა ძალიან ადვილია რჩევა დარიგებების მიცემა, რომ დაფიქრდით, რამდენია რაღაც არის თქვენ ცხოვრებაში, წვრილმანებს დააკვირდით. ძალიან ადვილია ეს, მაგრამ ამას ყველაფერს სჭირდება სიმშვიდე და ის გარემო, სადაც მე მაქვს არ მეშინია საკუთარ ფიქრებს უსმინო. მაგრამ როცა მე ვცხოვრობ გარემოში და სამყაროში და დღეს 21 საუკუნემ გარდა იმისა, რომ ბევრი სხვა ფაქტორიც არის, ესეც მოგვიტანა, რომ მუდმივად ხმაურის გარემოში ვარ და ეს ხმაური მრავალგვარია, სოციალური ქსელი, ტელევიზია, არ ვიცი, რაღაცა, სადღაც რაღაც ხმა, ადამიანები, ქუჩის ხმაური, უამრავი ხმაური შემოდით. როგორც პირდაპირ გაგებით, ასევე ირიბი ხმაური ჩვენ გონებაში. მე აღარ მაქვს იმის საშუალება, რომ ბედნიერების საფუძვლად დავდო სიმშვიდე. ამიტომ მე ვეძებ ერთჯერად გამოსავალს და ვარ სულძიებაში. და ბედნიერებას რა გამოდის, ნახეთ, ისევე როგორც ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში, აი ეს რბოლის რაღაცა მარათონში ვართ, ხო? აი მივსდევთ და აი დავიჭირე და რომ გონია რომ რაღაცა ხდება კარგი და უცებ მივხვდი რომ გაიარა. ანუ ცოტა იყო და დამთავრდა, ხო? კი ბატონო. ეხლა ახალი მინდა, იმიტომ რომ არ მეყო. კი ბატონო. ნათია, თქვენ ავტომატურად, თქვენ დაუნებურად ბედნიერებაზე ახლა ახსენეთ სიყვარული. აქვე ახლოს დგას წარმატება, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ასე, რომ თუ წარმატებული ადამიანი ავტომატურად მგონია რომ ის ძალიან ბედნიერია და რეალურად ორი სხვადასხვა გზაა, ხო? სხვადასხვა ამბავია. კარგი, მადლობა რომ ეს კონტექსტში მოიტანა ეს ორი ცნება, იმიტომ რომ ბედნიერებასა და წარმატებას ვაიგივებთ ერთმანეთთან. მე ჩემს სტუდენტებს ამას კატეგორიულად ვუმიჯნავ და ვეუბნები, რომ წარმატება ეს არის გარეგანი შეფასება, რომელსაც თავისი კრიტერიუმები აქვს, რა ვიცი, ლამაზი ხარ, მაღალი ხარ, ასეთი ხარ, ქერა ხარ, ცისფერთო, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რა კრიტერიუმად მიიჩნევს წარმატებულ ადამიანს. და გარკვეულწილად ჩვენ საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ, იმიტომ რომ იმისთვის რომ თავი წარმატებულად ჩავთვალო, უნდა მქონდეს რაღაცა გარკვეული ფინანსები, უნდა ვიყო გარკვეული, არ ვიცი, ეხლა პოპულარობა ხო ეხლა ფოლოვერებით იზომება თუ რა ვიცი, კიდე 1000 რაღაცა მე ცოტა ვერ დავეცი მაგ ამბავს. ხო, და ანუ წარმატება ეს არის რა, გარეგანი შეფასება. აი ბედნიერება ეს არის შინაგანი განცდა. მე ბედნიერი ვარ თუ არა, ეს შეიძლება ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგოს. თუ არ ვარ კატეგორია, რომელიც აზიარებს ემოციას, ხო ასეა? ამიტომ მე ბევრი ადამიანი მინახავს წარმატებული და უბედური და ბევრი მინახავს ბედნიერი და წარუმატებელი. წარუმატებელი იმ გაგებით, რასაც საზოგადოების დაკვეთა, რაც საზოგადოების დაკვეთას წარმოადგენს. ამიტომ აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის. მე რა თქმა უნდა მაქვს ესეთი ფორმულა გამოყვანილი ჩემს სტუდენტებს, რაც ვასწავლი ხოლმე, რომ თუ გინდა იყო ბედნიერი და წარმატებული, მინიმუმ 3 კითხვას უნდა გასცე შენ ცხოვრებაში პასუხი. და რა კითხვებია ეს, რომ აი რა მინდა რომ ვაკეთო ცხოვრებაში და პასუხია ის, რომ რაც გიყვარს.
ისაკეთო, ანუ ეძებო ის რაღაცები, რაც გიყვარს, ხო? მეორე არის რა მჭირდება, რომ გავაკეთო, იმიტომ რომ შეიძლება მე ძალიან მიყვარს პირობითად, რა ვიცი, ლაპარაკი სიტყვას, მაგრამ ლაპარაკით ფული არ იშოვებოდეს და ნუ ერთშულიან დღეს მივხვდები, რომ ჯობია ჩუმად ვიყო და რაღაცა წერო ან ვაკეთო, ვიდრე, ხო, ამიტომ მეორე კითხვა არის ის, რომ რა გჭირდება შენ იმისთვის, რომ ის რაც გიყვარს პირობითად შეუთავსო საჭიროებებს. და მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა არის რა შეგიძლია. იმიტომ რომ თუ კი ამ სამ კითხვაზე პასუხი მე მაქვს და კი, ბევრი რამ მიყვარს, მაგრამ იცი რა, საქმედ და ცხოვრების სამიზნედ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ვირჩევ პროფესიას ან აქტივობას ან საქმიანობას, რომელიც ერთი მხრივ ძალიან მიყვარს, მეორე მხრივ ძალიან კარგად გამომდის და თან ხვდები, რომ ამით მე ყოველთვის მექნება დასაქმების ფული შოვნის თუ რაღაც, იმიტომ რომ ამას ვერ გავექცევით. ხო, მე შემიძლია ვიპოვო საქმე, რომელიც გამხდის ბედნიერს და წარმატებულს. ადამიანები, იგივე კითხვები, ჯადოსნური კითხვებია თქო, ყველაფერში ფორმულირდება. ადამიანურ ურთიერთობებშიც, რომ აი მიყვარს ეს ურთიერთობა რეალურად, აი რას მაძლევს ეს ურთიერთობა? ჭირდება? და მე შემიძლია, იმიტომ რომ ნუ შეიძლება ძალიანაც მჭირდება, ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ნუ აი რა ვიცი, ძალიან მღლის ღმერთო, არ შემიძლია ეს ურთიერთობა, ხო? ძალიან საინტერესოა ეს. ამიტომ ეს სამი კითხვა ფაქტობრივად რაღაცაერი რეცეპტივით გამოდის მრავალ კონტექსტში, მრავალი ანალიზით, რომ მინიმუმის გავიგოთ ბედნიერებასა და წარმატებას შევუთავსებ თუ არა ერთმანეთს. და ეს უკვე ჩემი არჩევანია. შეიძლება ან ის ავირჩიო, ან ეს, ან ორივე ერთად, იმიტომ რომ ესეც გამოსვლადია. ხო, აი დასასრულისკენ მინდოდა მეთქვა შეჯამებისთვის, რომ აი ეს მაყურებელს რა შეიძლება ურჩიოთ და ფაქტობრივად ეს სამი კითხვა არის ის, რაც პასუხს ცემს ამას, ანუ რა მინდა, რა მჭირდება და რა შემიძლია. კი ბატონო, შეგვიძლია ამით შევეძებოთ ჩვენი საუბარი. ნათია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. მე ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ნათია გოცაძე, კომუნიკაციის ექსპერტი და ალტერ-ბრიჯის რექტორი გახდათ ჩვენი სტუმარი. მე როგორც გითხარით, დღეს გემშვიდობით, თუმცა ჩემი კოლეგები ხვალ რა თქმა უნდა მოგესალმებიან და ძალიან საინტერესო ამბებს გაგიზიარებენ. გემშვიდობებით ყველას, წარმატებულ, ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ. დროებით. ძალიან დიდი მადლობა ლანა, ჩვენც აქვე გემშვიდობებით, რადგან ვასრულებთ მე და ზუზუ სეზონს, სექტემბერში შევხვდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ერთმანეთს.